მოგესალმებით ნინო, თემა გვაქვს საკმაოდ პრობლემური და აქტიური. როგორია მდგომარეობა წელს უკვე შევედით ზამთრის სეზონზე, როგორი გვაქვს მდგომარეობა ქვეყანაში ან გამათბობებთან ეგრეთ წოდებულ სახიფათო გამათბობებთან დანადგარებთან დაკავშირებით, სისტემებთან დაკავშირებით და როგორია რისკები, საფრთხეები და რეკომენდაციები. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ზამთრის სეზონის დადგომა ყოველთვის არის ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, როგორც მომხმარებლებისთვის, ისე როგორც პროფესიული თვალსაზრისით მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ზამთრის სეზონი უკავშირდება პირველ რიგში იმას, რომ კიდევ ჩვენთაგანი მოვიხმართ ბუნებრივი გაზის დანადგარებს, ვრთავთ ამ დანადგარებს და უკვე ვიწყებთ ზამთრის სეზონში ასევე დახურულ სივრცეში მათ მოხმარებას, რომელიც თავისთავად რისკებს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ რამე მომხმარებელს წესრიგში არ აქვს, შესაძლებელია ცუდი შედეგები გამოიწვიოს და ცუდი შედეგები დადგეს. ხო, ეხლა ამასთან დაკავშირებით მე ორივე განმარტებას გავაკეთებ, როგორ ემზადება ამისთვის კომპანია და როგორ ემზადება ჩვენი სამსახური. პირველ რიგში ჩვენ შარშანაც ვისაუბრეთ ამაზე და განმეორდებით, რომ ყოველწლიურად კომპანიებს აქვს ვალდებულება, რომ მომხმარებლის ფლობელობაში არსებული დანადგარები გადაამოწმონ და თუ ეს დანადგარები ან ქსელი მდგომარეობა არ შეესაბამება სტანდარტებს ან დარღვეულია მათი მოხმარების წესები, ამასთან დაკავშირებით გააკეთონ შესაბამისი გაფრთხილებები მომხმარებლებთან საჭიროების შემთხვევაში მოითხოვონ დანადგარების ჩახსნა და საჭიროების შემთხვევაში განახორციელონ ქსელზე მომხმარებლის ჩახსნა თუ კი თქვა მდგომარეობა ასეთი. ამიტომაც წლიდან წლამდე ყოველწლიურად ეს ციფრებიც სხვადასხვანაირია მთელი საქართველოს მასშტაბით და გადამოწმებული აბონენტების რაოდენობა სხვადასხვანაირია და მოგეხსენებათ, ახლა ეს პირდაპირ უკავშირდება მომხმარებელს და კომპანიას შორის ურთიერთობებს. მე შემიძლია ერთი თქვა, რომ რეალურად დარღვევები, რომელიც წლის მანძილზე ახლა ჩვენ საერთო მონაცემები ცოტა ხანში გვექნება, მაგრამ რაც ნახე ერთი შეხედვით დარღვევები წინა წლებთან შედარებით, სადაც გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა არის, ციფრები შეცვლილია, მე ვერ ვიტყვი, რომ შემცირებულია ამ დარღვევების რაოდენობა, თუ დარღვევებში მე ვგულისხმობ, როდესაც მომხმარებელთან კომპანიამ აღმოაჩინა დანადგარი, თქვათ არასწორად დამონტაჟებული დანადგარი ან ქსელთან დაკავშირებული დარღვევები და ცალკეულ შემთხვევაში ისინი ჩახსნა და ცალკეულ შემთხვევაში მომხმარებელს შეუწყვეტა მიწოდება. ეხლა რა რისკებს შეიცავს ეს ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებ მე და სად არის მომეტებული საფრთხე. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ მომეტებული საფრთხე ორი მიმართულებით გვაქვს აქ. ერთი არის, როდესაც არასწორად დაყენებულმა დანადგარმა გაჟონვა შეიძლება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში გაჟონვა თუ სახში მომხმარებელი იმყოფება სუნის საშუალებით არის შესაძლებელი, თუმცა თუ დახურულ სივრცეში არის და შემდეგ უკვე მომხმარებელი ამ სივრცეში შედის და დაგროვებულია, ეს იწვევს აფეთქებას. ანუ ეს არის ერთი შემთხვევა. მეორე, როდესაც უკვე დანადგარია, ეს ის შემთხვევა, როდესაც მომხმარებელმა შეიძლება დანადგარი დატოვოს ჩართულ მდგომარეობაში შემთხვევით, ან მიწოდება და შეწყვეტა აღდგეს და ამანაც შეიძლება გამოიწვიოს, ან რაღაცა ქსელი იყოს არასწორად თქვათ მონტაჟი და იქიდან ჟონავდეს ან თქვათ იქ გადაბმის ადგილზე თქვათ და ასეც ბევრი ასეთ შემთხვევა შეიძლება იყოს. მეორე გვაქვს, როდესაც ხდება არასწორად დამონტაჟებული დანადგარის, ანუ ღია წვის და დახურული წვის კამერები, როდესაც არასწორად არის დანადგარი დამონტაჟებული, ასეთი დანადგარის შედეგად ხდება თვითონ დახურულ სივრცეში ჟანგბადის, ასე ვთქვათ, გამოლევა, CO2-ის დაგროვება და ეს უკვე იწვევს ადამიანის გარდაცვალებას ან ძალიან ცუდ მოწამვლას ცალკეულ შემთხვევაში. ანუ ორივე შემთხვევა საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველია და მომხმარებლებისგან საჭიროა მაქსიმალური ყურადღება. პირველი რაც არის ახლა მნიშვნელოვანი, ეს არის, რომ როდესაც მომხმარებელთან კომპანია მიდის შეტყობინებით, რომ მან უნდა შეამოწმოს ეს ქსელი და დანადგარები, მომხმარებლებმა მიაქციონ ყურადღება ამას, ეს არ ჩათვალონ, რომ ეს რაიმე მათთვის აზიანოდ კეთდება. პირიქით, კეთდება იმისთვის, რომ მათი უსაფრთხოების ნორმები იყოს დაცული. ასეთი შეტყობინებებს კომპანია თავიანთი ლოკაციების მიხედვით, რომელიც ალიცენზიო არეალი აქვს, წელიწადში ერთხელ აუცილებლად დააგზავნიან. ამასთან დაკავშირებით განმარტებასაც გავაკეთებ, რომ თუ იმ დღეს, როდესაც თქვენ შეტყობინებაში მითითებულ დღეს სახლში არ იმყოფებით, ან ვერ მიიღებთ კომპანიის წარმომადგენელს, რომ ქსელი დაათვალიეროს, შესაძლებლობა გაქვთ ცხელ ხაზზე განხორციელებული ზარის შემდეგ ეს დღე შეიცვალოს.
ჩვენ გუშინ ახლა თბილისი ენერჯისთან შეხვედრაზე ვიყავით, სადაც ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამ ბევრ საკითხთან ერთად, სწორედ ეს საფრთხის შემცველ დანადგარებთან დაკავშირებითაც ვისაუბრეთ და მათ ძალიან ბევრი კამპანია აქვთ წამოწყებული იმასთან დაკავშირებით, რომ მომხმარებლებთან სწორად მიიტანონ ინფორმაცია საფრთხის შემცველი დანადგარების, მათთან მოქცევის წესების შესახებ და ასევე იმ საფრთხეებზეც არის ყურადღება გამახვილებული, რა საფრთხეს წარმოადგენს ასეთი დანადგარი სახში ქონა. დიახ. ნინო, ჩვენ გასული წლებიდან გამომდინარე არაერთი შემთხვევა გვქონია უბედური შემთხვევების, აფეთქებების და მათ შორის გარდაცვალების შემთხვევების და ეს ყველა შემთხვევა, უმეტესი შემთხვევა დაკავშირებული იყო მსგავს სახიფათო დანადგარებთან. დღეს ეს სურათი თუ არის შეცვლილი და ასევე გკითხავთ ყოველთვის ჩვენ ყურადღებას ვამახვილებდით გარკვეულ უბნებზე, სადაც არის რისკის შემცვლელი უბნები. ესეთი უბნები რომ დაგვისახელოთ და მკვეთრად რომ გითხრათ რა რისკები არსებობს აქ. კი ბატონო, ნახეთ, მოდი ესე ვთქვათ, თუ წინა წლებთან შედარებით ჩვენ სტატისტიკას გადავავლებთ თვალს კონკრეტულად უბედური შემთხვევების რაოდენობასთან დაკავშირებით მკითხეთ ახლა მე თქვენ მე მინდა გითხრათ რომ ეს ციფრი ბევრად უფრო შემცირებულია წინა წლებთან შედარებით. ზუსტად ეს არის იმის დამსახურება, რომ მსგავსი ტიპის შემოწმებების შედეგად, როდესაც მომხმარებელთან ჩაიხსნა გარკვეული ტიპის დანადგარები და ასევე მომხმარებელს მიეცა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქსელი საჭიროებდა გადაკეთებას ან სხვაგვარ მოწყობას, მომხმარებლები ამ ასე ვთქვათ, შეტყობინებას ამ ინფორმაციას დაეთანხმნენ და კომპანიის მიერ მითითებების შესაბამისად განახორციელეს ცვლილებები. ეს ძალიან კარგად, ასე რომ ვთქვათ, ეხმარება ამ ყველაფერს და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს თითოეული ჩვენთაგანისათვის. პრობლემა არსებობს. ახლა მე გეტყვით, სად არის ყველაზე მეტი რისკი. ახლა თქვენ რამდენიმე კომპანიასთან შეხვედრის შედეგად ნახეთ, რომ ყველაზე დიდი რისკი მაინც არის გაქირავებულ ბინებში. და როგორც სამწუხაროდ მე უნდა ვთქვა და არ შემიძლია რომ არ ვთქვა, რომ როგორც თვითონ კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ძალიან ხშირ შემთხვევაში გაქირავებულ ბინაში არის კუსტარულად ან თვითნებურად გადაკეთებული მოწყობილი ქსელი, ან კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი, ან ისეთი დამონტაჟებული დანადგარი, რომელიც არ შეესაბამება სტანდარტებს, მოძველებულია, ამიტომაც ყველაზე ხშირი შემთხვევა სწორედ გაქირავებულ ბინებზე. მოდის სხვათა შორის შარშანის წელს ახლა ჩვენ შეხვედრაზე კომპანიამ გვაჩვენა ციფრი 80% მოდის სწორედ ასეთ ბინებზე. რომელიც არის შემთხვევების და ასევე აღმოჩენების დარღვევების აღმოჩენის. ეხლა კიდე რა საფრთხე შეიცავს გაქირავებული ბინა ამასთან დაკავშირებითაც გეტყვით. მოგეხსენებათ, როდესაც მიწოდება სადა შეწყვეტა ხორციელდება, ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა და მე აღდგენა ხორციელდება, ამასთან დაკავშირებით შეტყობინება მიდის უშუალოდ აბონენტს. როდესაც აბონენტი არის მესაკუთრე, რა თქმა უნდა და ცხოვრობს იმ კონკრეტულ ბინაში, ამის შესახებ შეტყობინება მას მისდის. ეხლა ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა და აღდგენა, თქვათ, ელექტროენერგიისა და წყლისგან განსხვავებით, ბევრად უფრო საფრთხეს შემცველია, იმიტომ რომ აუცილებელია, რომ დანადგარი და ქსელი იყოს კარგად გამართულ მდგომარეობაში, ეს ერთი და მეორე, რომ არ დაგვრჩეს ჩვენ ჩართულ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას სწორედ შეიძლება გაზის, ასე ვთქვათ, დაგროვება გამოიწვიოს სივრცეში. სწორედ ამიტომ, როდესაც ეს შეტყობინება მომხმარებელთან მიდის, ის ინფორმირებულია იმის თაობაზე, კონკრეტულად ამ დღეს, ამ საათს მასთან მიწოდება შეწყდება და აღდგება ამ დროს. ამიტომ მობილიზებულია იმან ისიც იცის, რომ დანადგარი უნდა გადაამოწმოს და შესაბამისად რისკი იმისა, რომ თქვა დანადგარი მას დარჩეს მოშვებულ მდგომარეობაში არ არის. მაგრამ როდესაც არის აბონენტი სხვა და გადამქირავებელი მოცემულ შემთხვევაში სხვა, მას ასეთი შეტყობინება არ მიდის. ამიტომაც ახლა პატარა განმარტებას გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით და რეკომენდაციასაც ვიტყვი, რომ ფიფქი 303 ძიეზე შესაძლებელი არის, როდესაც ბინას გააქირავებს მესაკუთრე, იქ დაამატოს ტელეფონის ნომერი, სადაც შეტყობინებები შესაძლებელია იქნეს გაგზავნილი იმ აბონენტთან. ამიტომაც, როდესაც მსგავსი რაღაც ხდება, უკვე ის დამქირავებელიც იქნება ინფორმირებული მიწოდების შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე და რისკები, რა თქმა უნდა, აქ ბევრად უფრო შემცირებულია. თუ თბილისის მაგალითზე ვისაუბრებთ, როგორც ვიცით, ძველი უბნებია ძირითადად, სადაც ეგრეთ წოდებული ბარაკების ტიპის დასახლებებია დიდი რისკის შემცვლელი. ამაზეც რომ კი ბატონო, ნახეთ, ახლა ჩვენ როდესაც ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, მოდი აქ ამიტომ რომ ახალაშენებული კორპუსები ბევრად უფრო ნაკლები რისკის შემცვლელი
შეუძველია, იმიტომ რომ იქ უკვე ქსელიც გამართულ მდგომარეობაშია, უკვე ერთიანი სტანდარტებში არის მოყვანილი ბევრ შემთხვევაში და რაც ყველაზე მთავარია, უკვე ბევრგან არის ჭკვიანი მრიცხველები დაყენებული, ეგრეთ წოდებული smart მრიცხველები, რომელიც ბევრად უფრო ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი არის მოცემულ შემთხვევაში. რაც შეეხება ახლა იმას, რაც თქვენ ბრძანეთ, ხო? არა მარტო ვთქვათ იქ ბარაკების ტიპის დასახლება ან ძველი უბნები, რომელიც ვთქვათ ყველაზე დიდი რისკი სწორედ მათ შემთხვევაზე მოდის. სხვათა შორის მეგუშინ ვიკითხე და თბილისი ენერჯიმ თქვა, რომ აი ისანი სამგორის ტერიტორია არის ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ იმ რაოდენობრივად სადაც დარღვევები აღმოაჩინეს ლიდერი მოცემულ შემთხვევაში და აბსოლუტურად მართალი ბრძანეთ თქვენ, რომ ეს უკავშირდება იმას, რომ იქ არის გადაკეთებული, მიშენებული, ასე ვთქვათ, შემდეგ მიდგმული შენობები ზოგ შემთხვევაში, სადაც აი გუშინ ახლა სწორედ მაგაზეც საუბრობდით, რომ აი მაგალითად სამზარეულოს მილი, სადაც გამავალი მილი, სადაც ვთქვათ, გადიოდა გაზი, უცებ მოხვდა საძინებელში, რაც აბსოლუტურად დაუშვებელი არის და არ შეესაბამება სტანდარტებს. ამიტომ, როდესაც ასე გადაკეთება ხდება ხოლმე მომხმარებლის მიერ, უნდა იქნეს აუცილებლად გათვალისწინებული ისიც, რომ მსგავსი ტიპის ქსელი იყოს ან გარეთ გამოტანილი, ან სპეციალისტის მიერ გაკეთებული, ასევე მინდა აუცილებლად მომხმარებლებს მიმართოთ, რომ არ შეიძლება ახალი განადგარის შეძენის შემთხვევაში, ან თქვათ იგივე გადაკეთების შემთხვევაში ეს განახორციელოს ვინმემ, რომელიც არ არის სპეციალისტი და ამისი ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ჩვენ, რომ მეზობელს, ახლობელს, ვიღაც ნაცნობს ან ვიღაცის გაცემული რეკომენდაციით გადაკეთებულმა ქსელმა ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა მომხმარებელს. ამიტომ აუცილებლად გააკეთებინოს ეს სპეციალისტი და კიდევ ერთი, აუცილებლად არ იყონ ცხელ ხაზზე. იმიტომ რომ კომპანიამ არაერთხელ გააკეთა ამასთან დაკავშირებით განმარტება, რომ ნებისმიერ შეტყობინებას რისკთან დაკავშირებით თუ კი მით უმეტეს გაზის სუნია, ან თხოვნას მომხმარებლისას, რომ ქსელთან დაკავშირებით მას რაიმე შეკითხვა აქვს და ითხოვს გადამოწმებას, ისინი მყისიერ რეაგირებას ახორციელებენ და ეს მომსახურება არის აბსოლუტურად უსაფრთხო და ასევე საფასურის გარეშე. შესაბამისად, მომხმარებელი თუ დარეკავს და მიმართავს კომპანიას, ისინი აუცილებლად ქსელსაც გადაუმოწმებენ და იმ საეჭვო დანადგარსაც, რასთან დაკავშირებითაც მას შეიძლება ქონდეს კითხვები, რომ არის თუ არა ის კარგ მდგომარეობაში, აუცილებლად რეკომენდაციასაც მისცემენ ამასთან დაკავშირებით. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო თითოეულ მომხმარებელს, რომ არ დატოვონ უყურადღებოთ ის თემა, რომ წლების მანძილზე ეს დანადგარი მათ შეიძლება ემსახურებოდა ნორმალურად, მაგრამ რისკს და საფრთხეს შემცველობას ეს თავიდან ბოლომდე გეტყვით, რომ არ გამორიცხავს, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში შეიძლება ის წყობრიდანაც იყოს გამოსული, ან კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება არ იმუშაოს ისე. თუ აქვთ ასეთი დანადგარი, აუცილებლად უნდა მოახდინონ მისი შეცვლა, ან კიდევ ერთხელ ვამბობ, კომპანიის ხელხაზე გადაამოწმონ მისი მუშაობის შესაძლებლობა. მე მახსოვს, საკმაოდ ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ჩაჭრიდნენ, შეწყვეტდნენ გაზის მიწოდებას მსგავსი სახიფათო დანადგარების გამო, თუმცა თვითნებურად ხდებოდა მისი აღდგენა და მიერთება. ამ კუთხით როგორია დღეს წესი? სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ მიუხედავად ასეთი არაერთი გაფრთხილებისა და მიუხედავად მცდელობისა, რომ აი ნახეთ, მიდის კომპანიის წარმომადგენელი ჯერ აფრთხილებს მომხმარებელს კონკრეტულ დანადგართან დაკავშირებით, შემდეგ მიდის და ეს დანადგარი ისევ იმ მდგომარეობაში ხდება, ჩახსნის ამ დანადგარს, მომდევნო ვიზიტზე აღმოჩნდება, რომ ეს დანადგარი დაერთებულია ისევ, ანუ არ გაითვალისწინებთ და მერე უკვე კომპანია ახორციელებს მიწოდების შეწყვეტას, ხო? აი ასეთ შემთხვევაში, აი გუშინ სწორედ ამასთან დაკავშირებით ითქვა, რომ თუ კი რამე ცუდი შემთხვევა ხდება, ყოველთვის ხდება, როდესაც მომხმარებელი უგულვებელყოფს მსგავსი ტიპის რეკომენდაციას, თხოვნას და აი ნახეთ შეწყვეტაც კი შესაძლებელია თვითნებურად დაერთებით განხორციელდეს მომხმარებლის მხრიდან. მე აბსოლუტურად მესმის ეს ყველაფერი არის ხარჯებთან დაკავშირებული და ჩვენ ძალიან ხშირად მომხმარებელი გვირეკავს და სწორედ ამასთან დაკავშირებითაც გვეუბნება, რომ აი კი ბატონო, მესმის რომ ასია, მაგრამ ის ქსელის გადაკეთება, ახალი ფანჯრის გამოჭრა, ან მილის გადატანა, ან თუნდაც დანადგარის შეცვლა ყოველთვის ხარჯებთან არის დაკავშირებული და აბსოლუტურად ასეთი მომხმარებელთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ კი ბატონო, ვეთანხმები მათ, რომ ეს არის თანხასთან დაკავშირებული, რომელიც არც თუ ისე მარტივი მოსაძიებელი შეიძლება იყოს კონკრეტული მომხმარებლისთვის, თუმცა სიცოცხლე, საფრთხე, ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არა მარტო ჩვენი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ საფრთხეს ვუქმნით გარეშე მყოფ ადამიანებს, მათ შორის მეზობლებსაც, იმიტომ რომ იმ გაზის გაჟონვამ და თუნდაც დაგროვებამ და აფეთქებამ, რა თქმა უნდა, ყველა შეიძლება დააზარალოს, მათ შორის გვერდზე მყოფი ადამიანებიც. ამიტომაც დავიცვათ ჩვენი თავი, მაქსიმალურად სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ თემას, რასაც უსაფრთხოება ქვია და
მოვერიდოთ ისეთი დანადგარების გამოყენებას, რომელიც რაიმე ტიპის ეჭვს აჩენს. ეს აუცილებლად უზრუნველყოფს ჩვენს მშვიდ ზამთარს.